პირადი ურთიერთობები ამ ნიადაგზე არ არის რეალურად პრობლემატური, რომ მოგწონს ვიღაცა და უცებ აღმოჩნდება, რომ იმისთვის შენ ხარ კარგი მეგობარი და შენ გაქვს დრამები, ნუ ეს როგორ, ის როგორ, მაგრამ მანდ უნდა აი გაცნობიერება რას ნიშნავს, იცი? არ წახვიდე დრამაში, არ წახვიდე ტრაგედიაში, არ წახვიდე რაღაცა ლანძღვაგინებაში და რაღაცა სამყაროს დასასრული არ წარმოიდგინო და შენ თავს კითხო. იქნებ მე თავიდანვე ეს ადამიანი, ან ეს ურთიერთობა დავინახე ჩემი სურვილებით და არა რეალობაში და ეს ყოველთვის ესეა. შენ როდესაც ადამიანს დაინახავ, ხა ერთ რამეში ადამიანს ვერ გამომტყუნებ, იმდენად ღრმა არის ეს პროექციები, შენ აზრი არ ახარ როგორ კეთდება, აი ვერავინ ვერ ახსნის როგორ ხდება, რომ დაინახავ ადამიანს და აბსოლუტურად მეგობრული ურთიერთობა გიყალიბდება და ვიღაცას დაინახავ და რაღაცა ლენჩივით უყურებ, ხვდები რომ რაღაც გზნობები გამოდის და შენც არ იცი რა გემართება, ხო? ნუ ეს რაღაცები ყოველს განგვიშთია ხო ცხოვრებაში. მესმის რომ ამ დროს ძალიან ძნელია რამე აკონტროლო და რატომ მოხდა შენს გონებაზე ეს მაგიური თავდასხმა, ამ რაღაცა შინაგანი შენი ემოციების, იმიტომ რომ იმდენად ბნელია ადამიანის ფსიქიკა, მე სულ ამას ვიცახი, არავინ ისაუბროს ფსიქიკაზე რაღაც ისეთზე რომელიც მან იცის. ეს არის შარლატანობა. ისეთი სიბნელეა შეგნით. საიდან რა მოდის, რატომ მოდის, რისთვის მოდის, რა თავდასხმები აქვს ამ ყველაფერს, რა არ ვიცით და არც უნდა ვეძებოთ. ხო, ვერც გაიგებ, უარესად გირევს გონებას. ისევე როგორც შენ რო ეძებო ღმერთი მილიონი წელი, უფრო აირევი და მას ვერ იპოვი. ჯობია აი ამ გამოვლინებებს უყურო, იმიტომ რომ ის იმიტომ ავლენს თავს, რომ გაჩვენოს, რომ ხლა მოდი აი აქ დაიწყეს სწორი დანახვა და უბრალოდ გადახვალ სხვა ეტაპზე და დანახვა მან ხდება, ხვდები აი შენ რომ ამბობ რომ აი ეს ხო რთულია, მაგრამ თუ შენ მიხვდები რომ ტრაგედიას კი დრამას კი არ დაარქმე ურთიერთობას და იტყვი რომ უბრალოდ მე მინდა ეს, მაგრამ რეალობა არის ის რომ იმიტომ რომ იმასაც ხო თავისი ჩრდილი აქვს, თავისი არაცნობიერი აქვს, თავისი შიშები და კომპლექსები აქვს, თავისი რა ვიცი ღრმა გზა აქვს, რომელსაც თვითონ გადის და შეიძლება წარმოქმნას არ აქვს და ნუ ორმა ადამიანმა სხვადასხვა წერტილიდან დაინახა ერთმანეთი, გამოიწვია განსხვავებული ემოციები. აი ეს უნდა მიიღოს საღად და მერე წაყვე.